დღეს ფინოსთან ერთად ვამზადებ ძალიან გემრიელ ჩანახს, ასე რომ მოინიშნე რეცეპტი და დარჩი ვიდეოს ბოლომდე. როგორც ამბობენ, ჩანახი უნდა მომზადეს აუცილებლად ცხვრის ხორცით. მოდით ამჯერად საქონლის ხორცით მოვამზადოთ. ბოსტნეულის დარჩევისას აუცილებელია ხელზე მოვირგოთ ფინოს სამზარეულოს ხელთათმანი. იგი იცავს ჩვენს ხელებს, რომ ბოსტნეულმა არ გაგვიუხეშოს. დამეთანხმებით, რომ ბადრიჯანთან მუშაობისას ეს აუცილებელია. ხო, დავასუფთავოთ ზედაპირები და დავიწყოთ კერძის აწყობა. ფინოს ტენის შემწვევი ტილოები და ზოგადად მისი პროდუქცია სამზარეულოში ჩემი მარჯვენა ხელია. ახლა გავრეცხოთ ბოსტნეული, შემდეგ კი სტაფილო, ბულგარულები, ხახვი და ნიორი უნდა დავჭრათ წვრილ კუბიკებად. ასევე დავჭრათ ქინძი და ოხრახუში და ჯამში გადაურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში. ახალი ნიორი მქონდა და ის გამოვიყენე, თუმცა თავი ნიორიც რომ გამოიყენოთ, არაფერიც არ დაშავდება. პირველ ფენად გავუშვი კარტოფილი, შემდეგ ხორცი, შემდეგ ბადრიჯანი და ამის შემდეგ წვრილად დაჭრილი ბოსტნეულის მიქსი. ამ ყველაფერს ვიმეორებთ იქამდე, სანამ ინგრედიენტები არ დაგვიმთავრდება. შუა ფენაში ვუმატებ კარაქის კუბიკებს. მოვასხეთ ქახეხილი პომიდორი და მარილი გემოვნებით. ამის შემდეგ გავუშვათ დაბალ ცეცხლზე სრულ მზაობამდე. ჩემი ქვაბი პატარა აღმოჩნდა, თავსახური აღარ მოერგო და გადავწყვიტე თავზე დამეფარებინა ფინოს ცეცხლგამძლე ფოლგა. იგი გაცილებით სქელი და მყარია სხვა ფოლგებისგან განსხვავებით, მარტივად უძლებს მაღალ ტემპერატურას. ვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ხორცი რომ მოიხარშება, კერძი უკვე მზად არის. მეტი გემრიელი რეცეპტისთვის გამოიწერეთ ფინოს არხი.